ერთი წავი რო წარმოვიდგინოთ, რომ სულ მართალია ქართული ოცნება ყველაფერში. აი, სულ ყველაფერში მართალი არიან რა. ამ პირობებშიც კი, აი, სულ ყველაფერში რო იყო მართალი. მე რო ვიყო ქართული ოცნების ხმალა მოღებული მხარდამჭერი, ერთი კითხვა მაინც გამჩნდებოდა. რომ აი, აბსოლუტურად ყველაფერში მართალი არიან. ის ხომ მაინც რომ დაინახო, რომ ამ ვითარებაში, როგორც მინიმუმ არსებობს მოსახლეობის 40%, რომელიც სულ რომ მართალი იყო, არ შეიძლება ყავდეს მუდმივი დემონიზების რეჟიმში. არ შეიძლება ყავდეს მუდმივად, რომ მათგან შექმნა მუდმივი მტრის ხატი. არ შეიძლება ეს ადამიანები, ეს ჯგუფი, რომელიც არ არის მცირე ჯგუფი. ერთი რაც უფრო მცირეა, მით უფრო არ შეიძლება, მოდი აქედან დავიწყოთ, ხო? მაგრამ ეს ხო ანუ ამას კი არ ვამბობ, რომ უმცირესობისა. მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად რაღაცა, ესე იგი, ფრონტალური შეტევა გამოცხადებული შენი მოსახლეობის შეიძლება ნახევარზე მეტზე. და თუ მართლა ქართული ოცნების ეს ხელმძღვანელები, იმათმა ხო კარგად იციან, რომ მათი მხარდაჭერა რეალურად არანაირი 60 და 55% არ არის და უფრო ნაკლებია. ანუ ეს ხო შეგნებული გადაწყვეტილებაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ მტრად გამოაცხადო იმ დონემდე, რომ გარეთ ვიღაცამ ვიღაცა ცემოს. ანუ ეს როგორ შეიძლება გინდოდეს შენი ქვეყნისთვის? კიდე ერთხელ ვამბობ, სულ ყველაფერში მართლები იყო. ანუ ეს იდეოლოგია, რომელიც არის დაყოფაზე ორიენტირებული, ხო? ეს ხო ჯამში არ შეიძლება ქვეყნისთვის იყოს კარგი.